მოგესალმებით ჩემო კარგებო, ვლაგდები, ჩემო დასვალაგებდი, რამდენიმე დღით მივდივართ საახალწლად ოჯახი, გარეთ ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ძალიან კარგ სასტუმროში და ჩავლაგდები და მეთქი ბარემ ვიდეოსაც გადავიღებ და გაგიზიარებთ რა დამაქვს ხოლმე ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას სამი დღით მივდივართ და საინტერესოა თქვენ გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რამე გაქვთ ხოლმე ის აუცილებელი ნივთები რა თქმა უნდა არ ითვლება აქტანსაცმელი, გამოსაცვლელები და ასე შემდეგ, გულისხმობა ესეთ წამლებს და ასე შემდეგ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს. დავიწყოთ. აქვე ეს ჩანთა კი მქონდა მოგზაურობის ვიდეოში საქართველოში მოვდიოდით, მაშინ გამოწერე შეინზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგია, თავისი უჯრედი აქვს და გონია რომ მოსახერხებელია ესეთ დროს, როდესაც მიდიხარ სამოგზაუროდ უცებ დაორგანიზებ რაღაცებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ვდებ სხვადასხვა ზომის ლეიკოებს. თაიას ხმები იქნება ფონზე და მგონია რომ ძალიან სასიამოვნო ხმები იქნება, ასე რომ და მგონია რომ ჩემ ხმასაც გაიგებთ პარალელურად. ეს არის გაციების დროს, აი ვთქვათ, ცხვირში რომ კარგად ვერ სუნთქავ, გაჭედილი ხარ, ასე ვთქვათ, ესე ცხვირში ამოსასმელი. ის ყოველ შემთხვევისთვის, ესეც ცხვირის წვეთები ახალია გავხსნელი და მიმაქ, იმიტომ რომ მოკლედ ყოველ შემთხვევაში ესეც დიდი ცხვირის წვეთებია, გამაყუჩებელი დებისთვის. სიცხის წამალი, 2 ადვილი და ტაილენოლი, იმ შემთხვევაში ვთქვათ, რამე მოხდეს და სიცხე გქონდეთ ბავშვებს, შეგვიძლია უცვალოთ ერთმანეთში ყოველ 2 საათში ერთხელ. ეს არის ხველის წამალი, რომელიც არის ძალიან კარგი საქართველოს ვიდეოში მედო და ვინც ხართ კანადაში გირჩევთ ძალიან დიდი რეკომენდაცია, ჰომეოპათიურია და ძალიან კარგია. არ ხო იცით რომ ყველაზე არ ნიშნავენ წამალს და ესე დევს გარეთ დახსე არ გჭირდება არანაირი რეცეპტი. ხველის წამალი, ოღონდ ღამის. ასევე ცხვირის წვეთები, ეს არის თაიასთვის, პატარასთვის. აქ არის ესეთი განყოფილება ამ ჩანთაში და ეს არის სანთლები, ეს არის სიცხის წამლები. თაიასთვის წამალს არ სვავს რატომღაც, არც ერთ შემთხვევაში არ ქონდა მსგავსი, ანუ ეგრევე გულს ირევს. ესეც გაციების წამალია ძალიან კარგი. ვინც აქ ხართ რომ იცოდეთ, ესეც იყიდება ჩვეულებრივად, გარეთ არ ჭირდება არანაირი რეცეპტი. ეს არის კლარიტინი, ბავშვების ალერგიის წამალი, ყოველ შემთხვევაში. ეს არის გრავოლი, მოგზაურობის დროს რომ ცუდად გახდეს, ან აწყინოს ბავშვს, არასდროს არ ქონიათ, მაგრამ ესეც ყოველ შემთხვევაში. ასევე მაგ აქ არასდროს არ გამომიყენებია და იმედი არც დამჭირდება, ეს საქართველოდან მოწამოღებული, ეს პესტაკში დევს ხო, დექსამეტაზონი 2 ფლაკონი, ესეც ყოველ შემთხვევაში. და აქ არის სიცხის საზომი, ყურის, რომელიც ძალიან კარგია, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, ვისაც გყავთ. ამაზე თქვათ ვიდეო გაკეთებული, მაგრამ მაინც რო ეცადეთ, ეს არის ბრაუნის, აქ დააჭერდით, ყურს ჩადებ და წამიერად ზომავს სიცხეს. და ეს ბეტადინი ყელის კივილის წამალი. სულ ეს არის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ არ დამჭირდება, თუმცა ყოველთვის, როდესაც მივდივარ სადმე ბავშვებთან ერთად, ყოველთვის თან მაქვს თუნდაც ერთი დღით მივდიოდე. მით უმეტეს 3 დღით ხო საერთოდ იგაც არის რა თქმა უნდა, მაღაზიები და აფთიაქები და ყველაფერი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მერჩენია რომ მქონდეს ხოლმე, მით უმეტეს 5 ბავშვთან ერთად რომ მოგზაურობ. გამიზიარეთ აბა კომენტარებში თქვენთვის რა არის აუცილებელი.